მაშასე თქვენ ხოვნით ვიწერ რამდენიმე ვიდეოსაგან შემდგარ ციკლს ქათმების მოვლაზე ქალაქში. აქ ჩვენი მიზანია რომ მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა ხორცი და კვერცხი. არასასაქონლო რა თქმა უნდა, კომერციული მიზნებით 10 ქათამი და ამდენივე ვთქვათ, წიწილი თუ გვეყოლა მეურნეობაში, თავისთავად ცხადია, ვერანაირ კომერციულ მიზანს ვერ მივახცევთ. შემდეგ იმის გამო რომ ეკოლოგიურად სუფთას პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს და არის შეუფასებელი, ამიტომ აქ უკვე ფასებზე და დანახარჯებზე არ უნდა ვიფიქროთ, უბრალოდ უნდა მივიღოთ რაღაც საუკეთესო ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისათვის. ვთქვათ, ამაზეც მე თავად დიდ თავს არ შევიწუხებდი. ადრე როგორც მოგახსენეთ, შვილიშვილს ველოდები ახალშეძენილს ამერიკიდან და სადღაც 6 თვის ბავშვი რო ჩამოვა, მინდა სუფთა ფრინველის ხორცი და კვერცხი მივართვა. ეხლა პირველი რაც ქალაქში მცხოვრებმა საკუთარ ეზოში უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შეაწუხოს მეზობლები სუნით. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეგხვდებათ. ეხლა დღეს უკვე იმის გამო რომ ბიოპრეპარატები არსებობს, აღარ არის სუნი ისეთი დიდი პრობლემა, ვთქვათ, როგორც იყო რაღაც 1-20 წლის წინ, როცა ეს პრეპარატები არ არსებობდა. საქათმეშიც და იმ ეზოში, რომელიც ქათმებისთვის არის შემოღობილი, შეგიძლია დაყაროთ ნახერხიან თივა. თივა გლდანის იქით სოფელში ვიყიდე და მოვიტანე ჩემო ბატონო. ეხლა ამ თივას ქათმები მალე აუხრებდნენ, მაგრამ პერიოდულად სამ კვირაში ერთხელ ამაზე ვასხამ ტრიქოდერმის ხსნარს, ჩვეულებრივ სამუშაო ხსნარს, რითაც ხდება ამ ბიოპრეპარატით მცენარეების დამუშავება. არსებობს კიდევ უფრო უკეთესი საშუალება, ეს არის ბიოდესტრუქტორი. ბიოდესტრუქტორიც არის ბიოაგროს პროდუქცია. და ბიოდესტრუქტორი მარტო ტრიქოდერმას არ შეიცავს. ტრიქოდერმის გარდა იქ რამდენიმე ეფექტური მიკროორგანიზმია, ბაქტერია და სოკო, რომლებიც აი ამ ქათმის ნაკელს გადაამუშავებს და აქცევს ჩემო ბატონო საუკეთესო სასუქად. ანუ სუნის პრობლემა წყდება ესე. პირველი რომ ესე იგი ქათმები ყავს ნახერხზე ან თივაზე და ეს თივა პერიოდულად მუშავდება ბიოდესტრუქტორით ან ბიოპრეპარატით, რომელიც შეიცავს ტრიქოდერმას. ეხლა მე გაჩვენებთ ამ ტრიქოდერმას. აი ეს გახლავთ ბიოკატენა, ბიოაგროს პროდუქცია, ხარისხით საკმაოდ კარგია, ტრიქოდერმა კონინგს შეიცავს. ის გამოდგება როგორც ბიოლოგიურ ფუნგიციდად მცენარეებისათვის, ისე ქათმების საფენის, ან უпроსტորად ქვესაკების დასამუშავებლად. მეორე პრობლემა დიდი არის ქათმების კვება. ეხლა რა შეასაქმე? უბრალოდ სიმინძე და ხორბალზე ქათამი არ იზრდება. აი სიმინძე გაზრდილი ქათამიო რო აქებენ და ასე ვთქვათ. აი ასე იწონებენ თავს ქათმის გამყიდვლები. ამაზე დიდი სიბრიყვე ალბათ არ არსებობს. მეტი არაფერი არ არის, რომ მყიდველია
გაუნათლებელი. ქათამი რომ გამოკეტოთ და სიმიდისა და ხორბლის მეტი არაფერი არ აჭამოთ, ის უბრალოდ მოკვდება ორ თვეში. საქმე იმაშია, რომ არც ერთი და არც მეორე არ შეიცავს ცილას საკმარისი რაოდენობით. სიმინდში სადღაც 9%-ის ახლოს არის ცილა, ხორბალში 13.8. ეხლა ეს ხორბალი არის ის, რომელიც არ წვება და რომელსაც იღებს კომბაინი, თორე ეს რო იყოს ან მახა ზანდური, ძველი ქართული ჯიში, ან ძველებური ნებისმიერი ხორბალი, რომელიც წვება და ნამგლით არის ასაღები. ისინი სხვა საქმე, ისინი გაცილებით მეტ ცილას შეიცავენ. იქ 16%-მდეც არის და მაშინ უკვე მარტო ხორბალი ეყოფოდა ქათამსაც. ადრე ხალხი მარტო პურზე და წყალდელოთ ცხოვრობდა, როგორ ფიქრობთ? ეს პური იყო და ეს ხორბალი არავითარ შემთხვევაში. ეს იყო სულ სხვა ხორბალი, სულ სხვა კვებითი ღირებულებით. მაგრამ ამას ახლა შევეშვათ, მახას და ზანდურს ელემენტარულად ქათმების გასაზრდელად ვერ იშოვით. ამიტომ რაღაცნაირად უნდა დაუმატოთ ცილა. და თან ცხოველური ცილა, ისეთი რომ შეუცვლელი ამინომჟავები შედიოდეს მასში. ეხლა ამ ღია სივრცეში ცოტა ხნის მერე რო კარგად გამოთბება, საკმაოდ დიდი რაოდენობა მწერები შემოფრინდება და რო შემოფრინდება, უკან ვერ გაფრინდება, ქათმებმა კარგად იციან მათი დაჭერა. ასე რომ ამას ქათმებს ჩვენ ვერ ვასწავლით, მაგრამ ვერც იმას დაუთვლით, რამდენი ჭამა მწერი. ასე რომ ეხლა ჯერჯერობით მწერები საერთოდ არ არის და რაღაცნაირად უნდა მივაწოდოთ ცილა, თან ცხოველური ცილა ვიმეორებ. ეხლა ამისათვის ჯერჯერობით ამ 6 ქათამზე ვყიდულობ ხოლმე გაყინულ ქათმის კუჭებს ან ღვიძლებს, რომლებიც ღირს სხვა მაღაზიაში ზოგან 4 ლარი ღირს, ზოგან 5 ლარი კილოგრამი. მოვიდან ვხარშავ, მერე ვაჩოპერებ და ერთი კვირის განმავლობაში ამას ვამყოფინებ. ცილისათვის, ცილის მისაღებად, ჩათვალეთ, ეს სრულიად საკმარისია შეუცვლელი ცილის მისაღებად. მეორე, ეს არის ჩვენი საკვების ნარჩენები. ჩვენ საკვებში, თქვათ მაგალითად იგივე თუნდაც ლობიოში, საკმაოდ ბევრი ცილაა და მაღალხარისხოვანი, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. ჩვენი საკვების ნარჩენებიდან უშიშრად შეგვიძლია მივცეთ ქათამს ის, რაც არ არის დამარილებული. მარილიანი რაც არ არის. თქვათ მაგალითად იგივე კომპოსტოს ნათალი, ან სტაფილოს ნათალი, კარტოფილის ნაფცქვენი. და ეს შემდეგ, რაზეც მარილი ჯერ არ მოხვედრია. ხოლო მარილიანი კი უნდა მივცეთ, რაც შეიძლება ფრთხილად და ძალიან მცირე რაოდენობით, ისე რომ, თქვათ, ქათმის ძირითადი რაციონის, თქვათ, 2-3%-ზე მეტი არ იყოს. ძალიან ცოტა უნდა მივცეთ. ეხლა ქათამი არ არის იმაზე გათვლილი, რომ მისი ორგანიზმი ის მარილს ვერ გადაამუშავებს და თირკმლებს დაუზიანებთ ელემენტარულად ქათამს. ასე რომ თუ საკვების ნარჩენები ბევრი გაქვთ და დიდი რაოდენობით მიეცით ქათმებს, შეიძლება მიიღოთ თირკმლის უკმარისობა და მერე ქათმის ხელეხი და პანაშვიდი შესაბამისად. ასე რომ არავითარ შემთხვევაში დიდი რაოდენობით ჩვენი საკვების ნარჩენები, რომელიც მარილიანია, ქათამს არ უნდა მიეცეს. მცირე რაოდენობით კი ბატონო, ძალიან მცირე რაოდენობით, რაც შეიძლება ითქვას. თქვათ იგივე ქათმის კომბიკორმაში მარილი ეძლევა ძალიან ცოტა. ეხლა მაგების პროცენტების ანგარიშს აზრი არ აქვს. ეხლა ვინ იცით, თქვათ რამდენი ჩაყარეთ ლობიოში, რამდენი წნილში, აი ამ წნილები განსაკუთრებით არ უნდა ჩაუყაროთ ნარჩენებთან ერთად. ასე რომ ეს თქვათ ნარჩენი ჩვენი შეიძლება გამოდგეს უფრო ღორისათვის, ზაღალისათვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქათმებისათვის. ასეთი რამ გახლავთ. ეხლა ცოტა ხნის შემდეგ, თქვათ იგივე ნაყიდი ხორცეულის, ხორცპროდუქტების ჭმევა
აღარ იქნება საჭირო ჯერ ერთი როცა ნიადაგი დათბება ამ ჩემ ნაკვეთში არის ძალიან ბევრი ჭიაყელა ეს ჭიაყელა მე სპეციალურად მოვაშენე შეიძლება ითქვას ჯერ აქ ვიპოვე საქართველოში და დავიჭირე შემდეგ არის ესეთი სახეობა ჭიაყელების სახეობა არა ჯიში რომელსაც ტარაწელები ქვია და ეს ტარაწელები ჩამოვიყვანე უკრაინიდან და ტარაწელის კვერცხები და გამოიჩეკნენ გამრავლდნენ და საკმაოდ ბევრია ახლა ვაგვირდები ტარაწელებს რომლებიც კარგი არიან ეს რუსულ-უკრაინული ჯიშია და რით არის კარგი ვთქვა კალიფორნიას ზეთი ჯობია კალიფორნია ყინმოს ვერ იტანს ეს იტანს ანუ როცა სიცივეა არ იხოცება და ძალიან ესეთი მუშა და ეფექტური ჭიაყელაა ის კი არა ყვავილების ქოთნებშიც კი მყავს გაშვებული რომ გაანაყოფიერონ მიწა მათ კიდევ ეძახიან მიწის ანგელოზებს აქ ერთი ბარი რო დავკრა სიტბოში უკვე ზემოთ წამოვლენ ჭიაყელები საკმარისი იქნება ამ ქათმებისათვის ყოველდღიურად ცოტ-ცოტა რომ მივაწოდო. გარდა ამისა, ბუზები, კალიები, მწერები, ყველანაირი, რასაც მოიპოვებენ, წესით უნდა ეყოთ. ეს უკვე კვერცხდებაზე შეეძღობათ. მე არასოდეს არ ამყავს ჯიშიანი ქათმები, იმიტომ რომ ჯიშიანს ცილა უნდა ბევრი, ვთქვათ მაგალითად იგივე ბროილერი რომ გაზარდოთ 19-დან 21%-მდე ცილა უნდა იყოს საკვებში. ხო და პრემიქს რომ აძლევენ შენ ხარ ჩემი ბატონი. პრემიქსი შეიცავს კაკრას დიდი რაოდენობით ცილას, მაგრამ ის არის რა დაბალი ხარისხის ხორცი ან დაცემული ცხოველების ლეში ავტოკლავირებული და დაფქული და აი ცილა იქიდან მოდის. ნუ მაგის გარდა კიდე ზრდის სტიმულატორები, 1000-ნაირი ქიმია, რომელიც არც თვითონ მინდა, არც ვთქვათ, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. შემდეგ ეს რასაც ზრდით ეკოლოგიურად სუფთა კი იქნება, მაგრამ ბიოპროდუქტი მაინც არ ერქმევა. და რატომ? ქათამს რომ ბიოპროდუქტი დაერქვას, ის ყრუხის მიერ უნდა იყოს გამოჩეკილი, ინკუბატორში გამოჩეკილი. ნამდვილად არ ითვლება ბიოპროდუქტად. ეხლა ამათი ისტორია ნამდვილად არ ვიცი. ვთქვათ, ბავშვი ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ვიყიდე, რომ ნივთიერებათა ცვლა ამათ ამას ვთქვათ შემადგენლობას ხორცისას მთლიანად შეცვლის. ეხლა ერთადერთი წამალი, რასაც პერიოდულად ვაძლევ, ეს არის ანტიხელმენტიკი. იმიტომ რომ ახლა ქათამს ვერ გააჩერებ ისე რომ ვიწა არ კენკოს და საიდანღაც ხელმინტები არ იშოვოს, მით უმეტეს ჭიაყელების მიცემას ვაპირებ და იქ ესენი კი სინგამუსებს შეიძლება შეიცავდეს. ამიტომ ანტიხელმენტიკი პერიოდულად ჭირდება. პრინციპში ანტიბიოტიკიც, მაგრამ ახლა ანტიბიოტიკის საჭიროება მკვეთრად მცირდება, ნაწლავური ინფექციების სიხშირე აქ იქნება ბევრად ნაკლები, იმიტომ რომ მეორებ ესენი არიან თივაზე და გარდა ამისა ეს თივა მუშავდება ტრიხოდერმით, ანუ არანაირ პათოგენურ მიკროფლორას ტრიხოდერმა არ გაახარებს. და ბევრად ნაკლებია შანსი, რომ ამათმა ნაწლავური ინფექცია აიკიდონ. ნუ დღეისათვის სულ ეს იყო. გაგრძელება იქნება.